მივესალმები კავკასიის მაყურებელს. ხო, რავი, ბევრის მომსწრენი ვართ დათო, მე და თქვენ, მაგრამ მართლაც ისეთი ამბები ხდება, რომელიც რო გვეგონა ყველაზე ცუდი პერიოდები, იმ პერიოდებშიც კი არ ხდებოდა. თან იცი, ტრაგიკომიკურია ეს ვითარება, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს ვისმენთ, ისეთი გადაწყვეტილებებია მიღებული, ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს ახორციელებენ, რომ ჯერ გეცინება ადამიანს, აი წარმოუდგენელია, რომ სერიოზულად შეხედო ყველაფერს, მაგრამ მე აცნობიერებ, რომ სამწუხაროდ რეალობა არის ასეთი, და ჩვენს ქვეყანაში ჩვენს თავს ხდება ეს ყველაფერი. ეხლა რაც ამ ტროტუარზე დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით ხდება, ერთი პერიოდი განცდა გქონდა ყველას, რომ ეს დაიწყეს, მაგრამ მე თვითონ შენელდა ხო პროცესი და ვიფიქრეთ, რომ აი მე მგონი ისა ფიქრია დეკემბერში გაიარა იქაო, ნუ აი არ და ის ნახე სურათ იჯდა ჩვეულებრივად კიბერზე. ნებისმიერი ჩვენგანი არის, ასე ვთქვათ, ეჭვმიტანილი ამ ქცევაში, იმიტომ რომ ყველანი დავდიოდით ხომ ამ თვეების განმავლობაში აქციების დროს რუსთაველზე და არ გამოელევათ კაცმა რო თქვას პატიმრები ამ ხალხაზრისით და მე ერთი რამ მაუცეთ, რომ მე მგონი იმას მიხვდნენ, რომ ხალხს ამისი არ ეშინია. ყოველ შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც დაპროტესტებენ აქტიურად და განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც წელიწადზე მეტია აპროტესტებენ აქტიურად, იმ ადამიანებს ამითი ხო ვერ აშინებენ. რა სტატისტიკას ქმნიან ესეც უცნაურს, ეს კეთდება ვინმე სხვისთვის, რომ სხვა შეშინდეს და აღარ გამოვიდეს, მაგრამ საქართველოში დგება ხოლმე მომენტები, როდესაც შეიძლება ნაწილი აპროტესტებს მუდმივად და პერმანენტულად რაღაც ამბავს, მაგრამ ხდება ხოლმე, როდესაც მთელი საქართველო უცებ ჩათვლის, რომ ის ღირსება ძალიან შეილახა და ამის საფუძველზე გამოდის გარეთ და მაგ დროს აღარც ტროტუარის შემნახველი კანონი მოქმედებს, აღარც გზის გადაკეტი და აღარ წინააღმდეგობის გაწევით, იმიტომ რომ ყველა აცნობიერებს, რომ აქ ჩვენ სამშობლოსთან გვაქვს საქმე და არის ხოლმე მომენტები, რომ როდესაც თუ დაუთმე, შენ თმობ არა მარტო აი ამ პერიოდს, რა პერიოდშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, შენ თმობ საქართველოს დამოუკიდებლობის საყრდენს. შენ თმობ იმ ბრძოლას, რომელიც მაგალითად 9 აპრილამდეც რამდენი, მაგრამ 9 აპრილით მემორიალი რატია? იქ 9 აპრილიდან მოყოლებული რაღაცნაირად ბრძოლის სიმბოლოთ არის გადაქცეული, ხო? აქედან გამომდინარე, შეუძლებელი ეხლა რა კანონით შემოაქვს, თავიდან ხო გაგვეცინა ყველას ამ ქეთი დევდარიანს ალბათ უნდა აუკრძალოთ სერიალით გადაღება, იმიტომ რომ რასაც დასცინა იმ თავის სერიალში და შემოიტანა ჩემი ცოლის დაქალებების მხედველობაში, აბსოლუტურად ყველაფერი ხდება. გვახსოვს ხო შავლე გომადლიანი დაპატიმრებული გინების გამო და პრაქტიკულად ყობახიძემ დაგვიანონსა, რომ ამ გინებით და ის რა ქვია, ლანძღვის მონიტორინგი რაღაცების რაღაცას აი ცენზურას უწესებენ ყველას. ვიღაცა წუხდება ხოლმე პერიოდულად ძალიან როგორც ჩანს ამ პროცესის დაუსრულებლობით და ვინ შეიძლება შეწუხდეს ასეთი ამბით და ვის შეწუხებაზე რეაგირებს მე საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. და როგორც ჩანს იქ გაისმა წუხილის განგაშის ზარები წუხილთან დაკავშირებით და ამათაც აი ახლა დაიწყეს სადრა ამოქოლონ, რომ როგორმე მართალი სიტყვა გაბრაზებული ადამიანის ტკივილიანი ამოძახილი არის მოდეს არსად დათო ამდენი ხანია ხო ესენი ხელისუფლებაში არიან და ბევრი პერიოდი ძალიან ბევრი ტყუილი მოუთმინა ხო ხალხმა, რომელიც არ შესრულდა, ძალიან ბევრი დაპირება გაუტარეს. არაფერი არ შეასრულეს. ყობახიძე გამოვა და აი თვალში ნაცრის შეყრაც არ ქვია ამას, ადამიანებს ეუბნება, რომ 10 ლარად კარგი ფორცი შეგიძლია იყიდოთო. და ეს ხალხი ახლა მართლა გიჟები ხო არა ვართ და ადამიანებს საკუთარ ტყავზე რაც აქვთ ყოველდღიურად გამოცდილი
იმაზე ეუბნება, არა, ეგრე არ არისო. ნამდვილად სხვანაირად არისო და ამ ძალიან უტიფარმა დამოკიდებულებამ ძალიან ბევრი თვითონ ქართული ოცნების მომხრეც გააბრაზა. ისინი როცა ხან ლაპარაკობენ, რომ ჩვენთან ფასები დიდია და ხან ლაპარაკობენ, რომ არა პირიქით მცირეა, დასჭირდებათ და ევროპას გალანძღავენ, რომ იქ არაფერი არ არის, დასჭირდებათ და მერე იტყვიან, რომ აი ჩვენც რა ვქნათ იმპორტირებული პროდუქცია გვაქვს და ასე შემდგომ. ანუ იმაზე კი არ ლაპარაკობენ, პრობლემები როგორ გადაწყვიტონ, ხალხს ცხოვრება ოდნავ მაინც როგორ გაუიოლო. არამედ გადასული არიან იმაზე, რომ მოგატყუონ ყოველდღიურად ათასობით მიმართულებით ტყუილი გითხრან და ამ ტყუილებში დაგაბნიონ და ტყუილი გაგისაღონ სიმართლეთ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ იმას. ეხლა შეიძლება მოატყუონ ის, რომ ევროპაში რაღაცა სხვანაირად არის და სამწუხაროდ ბევრ სიტყვებიან ამ მიმართულებით, ხომ, ქართული ოცნების წარმომადგენლები, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ხორცი რო ათლარად არის შოვება თბილისის თუ რეგიონების არც ერთ მაღაზიაში თუ დახლზე, ეს ძალიან კარგად იცის ყველა. იმიტომ რომ თვეები გადის ისე და წლები გადის ისე, რომ ძალიან ბევრი ოჯახი შესაძლოა საერთოდ ვერ ყიდულობდეს იმ პროდუქტებს, რომელიც ყოველდღიური რაციონისთვის არის აუცილებელი და საჭირო და ბავშვებზე რომ მოთქვამენ ხოლმე და მათ ბედზე და დემოგრაფიაზე მათ შორის, რომელ დემოგრაფიულ სიტუაციაზეა ლაპარაკი, როდესაც ბავშვები სათანადოდ ვერ ვითარდებიან, იმიტომ რომ სათანადოდ ვერ იკვებებიან. ჩვენ იცით ლელო ძლიერი საქართველოს ინიციატივა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით, ისე როგორც ეს გაკეთდა წალენჯიხაში თავის დროზე, რომ უფასო კვების ელემენტები დაგვენერგა და ყველა საკრებულოში დავაყენეთ ეს საკითხი, მაგრამ ყველა საკრებულოში დათო ითქვა უარი ამასთან დაკავშირებით. ქართულმა ოცნებამ ყველა საკრებულოში უარი უთხრა ჩვენს წარმომადგენლებს ამ საკითხის. ძალიან სუდად მოიხსენ, იქა პენსიონერები არიან, ბევრი ავადმყოფი არის, სამთიანი სამეგრელო, მით უმეტეს ახალგაზრდობა საერთოდ არაა. ჰუმანური მოწოდება იყო თქვენგან. მაგრამ რა ამის პარალელურად ისინი ამბობენ, რომ თანხა არ არსებობს ბიუჯეტში და ამ დროს ყიდულობენ საუკეთესო მანქანებს. სოციალურად დაუცველთა ყველგან გადაჭედილი პარტიული აქტივი ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის სოციალური დახმარება და ამასთან ერთად ეს ქართული ოცნება ერთიანად ხო შევიდა ამ საკრებულოებში. ეხა იშლებიან ფრაქციებად, სახელს არქმევენ ევროპელი სოციალისტები, ხალხის ძალა, ნეიტრალური საქართველო, მათი პარტიები, მაგრამ რაც უნდათ ის უქნიათ ამ მიმართულებით, ჩვენ სულ არ ვიდარდებთ ამაზე, მაგრამ დათო, სადარდებელი არის ის, რომ ქმნიან ამით ახალ ფრაქციებს, ყველა ფრაქციას ყავს ახალი თავმჯდომარე, თავმჯდომარის რა ვიცი მე მინიმუმ 3, 4, 5 მოადგილე, ბენზინი, სხვადასხვა ხარჯები და ეს ხარჯები იმდენი გამოდის, რომ ბავშვთვაყვება კი არა, მე რა ვიცი ახლა 1000 ლარიან პენსიაზე გვეუბნებოდნენ, რომ სად არისო მაგის შესაძლებლობა, რომ ეკონომიკა გაორმაგდესო და ჩვენ რომ ვამტკიცებთ, რომ ეს თავისუფლად არის შესაძლებელი. დღევანდელი მონაცემები უკვე გვეუბნება, რომ ეს იყო შესაძლებელი. ამის გაკეთება იყო შესაძლებელი. ეს ამდენი ფული დაილექა ჩინოვნიკების ჯიბეებში, კორუფციას მოხმარდა, მათ ძვირადღირებულ და ფუფუნებით ცხოვრებას მოხმარდა, მათ ვოიაჟებს მოხმარდა. ქვეყანას აუკრძალეს ევროკავშირში და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და თვითონ შოპინგებზე დაბადების დღეების გადასახდელად დადიან მუდმივად სახელმწიფოს ხარჯზე სხვადასხვა ქვეყანაში. აღარაფერს ლაპარაკობ იმას, რომ შვილებს იქ ასწავლიან და კიდევ ვიმეორებ, ტანსაცმელს არ კადრულობენ, აქ ჩამოტანილს პირდაპირ იყიდულობენ ყველაფერს. აგერ მერი კალაძე საერთოდ მილანში დადის თმების გასაკრეჭად, ხო? და აი ეს არის უკვე რაღაცნაირად იმ ზღვარს მიახლოებული ვითარება, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც ითმენს, ხშირ შემთხვევაში თვალებს დახუჭავს, ტყუილსაც გადაყლაპავს, მათ შორის ოპოზიციაზეც გაბრაზდება, მე იმას კი არ ვამბობ, რომ ოპოზიცია აუცილებლად ვარსკვლავებს წყვეტს და
ამის დანახვა შეუძლებელია. აქვს ოპოზიციასაც, რა თქმა უნდა, თავისი პრობლემები, მაგრამ ხალხმა იცის რაღაცნაირად ერთხელ რომ დახარჯავს ამ სიბრაზეს და ეს სიბრაზე დაიხარჯა, ხო, აქციებზე, ძალიან მრავალრიცხოვანი აქციები იყო. არჩევნებზე გაილია ის მუხტი, იმიტომ რომ მოლოდინი იყო დიდი ცვლილებების 2024 წლის არჩევნებზე გულისხმობდა, ეხლა თითქოს ისევ გროვდება ეს ბრაზი და მტრისას ეს ბრაზი რომ დაგროვდება, ვის წალეკავს მერე და ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს როგორც ჩანს ნაკლებად იციან. საერთოდ ხელისუფლებაში გაზულუქებულ ყოფნას ახასიათებს ის, რომ გონებას ახშობს ერთგვარად და აღარც სხვისი გამოცდილება ახდენდება და აღარც წინამორბედის გამოცდილება, აღარც მსოფლიოში არსებული გამოცდილება ამ თვალსაზრისით და აგერ ორბანი მათზე ნაკლებ დაპირებებს კი არ გასცემდა და საარჩევნო სისტემა ისე ქონდა ჩახლართული და მოწყობილი, რომ წესით არასოდეს არ უნდა წაეგო, მაგრამ ხალხის მოთმინების ფიალა აივსო, ტყუილები გაიშიფრა და ამის საფუძველზე, როდესაც ოპოზიციაში კარგი, ასე ვთქვათ, პროდუქტი იქნა შეთავაზებული ამ მომრჩევლისათვის, ხელი დაუქმნია უნგრეთმა აი ამ რუსეთის მეგობარს და ქართული ოცნების მეგობარ ორბანს. ასეთია ვითარება და ძალიან მალე მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხიც იგივეს იზამს ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან მიმართება. მაინც ვფიქრია, პრინციპში ყველა მე თუ მკითხავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და გამოკითხვები და სპეციალური დათვლებითაც დადგენილია, რომ 15% და ეს ჩათვალე, აი როგორ გითხრა, პენსიონერები, აი 80 წლის ხალხი ვინც დარჩა, ესე თქვა და სიებში ისინი არიან. 85%-ს არ უნდა ეს თბილისში ძალიან ცუდი სიტუაცია. მართლა უსამართლოდ. კი და აი მე რა ყვირებს იცი, აი გულწრფელად გეუბნები, თბილისშიც კი კატასტროფული ციფრები აქვთ, მაგრამ ძალაუფლებას ყოველთვის ამაგრებს მოძალადე, ესე იგი სახელმწიფო ძალადობის მანქანები. აი ეგ არის ესეთ ესე იგი ტიტუშკებს ფულს აძლევენ და აპროვოცირებენ ქუჩებში. პოლიცია და ეს სუსი, მუსი და ათასნაირი კანტორები სულ ყველა მაგაზე მუშაობს. ეხლა დაუწყიათ რაღაც უცნაური ის და რომ აი მეც არ ვიცი რაღაც საიდან მოიფიქრა ამან რა გვარია ეს ოხერი. ეს კგბ-ს დირექტორმა ძალიან ბევრი ვირეშმაკობას ჩადიან, რომ როგორმე ძალაუფლება შეინარჩუნონ და მე გულწრფელად გეუბნები, მოლოდინი მქონდა და მაქვს კიდევაც რომ 26-ში მართა თუ ყველა გამოვა მოუწევთ ამათ ესე ვთქვათ გადაბარება ქონებისა და ქვეყნისა. შენი აზრი აი ამ ფაქტთან დაკავშირებით, აი დადუმებულია ხალხი, ჩვენ ცოტა ისეთ უცნაურები ვართ, აი ეს პერმანენტული და ის რაც იყო, რატოღაც შერბილდა. გაზაფხულის ბოლო ის არის რა, ესე ვთქვათ მაისიდან მე ვფიქრობ, რომ არის კიდევ შანსი 7 დღე დარჩა. 26 მაისიდან ისტორიული დღე არის. დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე არის და თუ ჩვენ მართა გონივრულად მოვიქცევით, აი თვითორგანიზებულად თუ დავაფიქსირებთ იმას, რომ აღარ ახართ საჭირო ამ ქვეყნისას და ვნებთ ქვეყანას, შედეგი იქნება ძალიან ნორმალური, უნდა გადადგნენ. შენ როგორ წარმოგიდგენია ეს პერსპექტივა, თუ კი ესე განვითარდა მოვლენები? დათო, მე არ მიყვარს თარიღზე ჩამოკიდება არა, გეთახმები, მაგრამ ეს თარიღი სიმბოლურიცაა, იცი, სიმბოლურიცაა, ესენი რუსეთში მიგვაქანებენ. მნიშვნელოვანესი დღესასწაულია ყველასთვის და ვისთვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა რამეღირებულს წარმოადგენს. ყველასთვის ძალიან ძვირფასი ამბავია, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი. ჩვენ იცით ალბათ ადევნებთ თვალყურს ძალიან ინტენსიურად გავდივართ რეგიონებში და ძალიან ინტენსიურად გეთახმებით ლიდერობს მმართველები. კამერით გარეშე ადამიანებს და აი ეს დეფიციტი იგრძნობა, რომ ამ ადამიანებს ჭირდებათ მათ პრობლემებზეც საუბარი. ანუ ჩვენ დაგვემართა ის, რომ მარტო დიდ პრობლემებზე, პოლიტიკურ პრობლემებზე კონცენტრირდით, მათ შორის საგარეო პოლიტიკის თემებზე, დემოკრატიის თემებზე და ადამიანები ნებისმიერ რეგიონში, რომელიც არ უნდა აიღო, იხრჩობიან ყოველდღიურ პრობლემებში და აუცილებელია, რომ ჩვენ ამ პრობლემებზეც ველაპარაკოთ. ერთი
და დავანახოთ ასე ვთქვათ გადაჭრის გზები რაღაცა შემთხვევებში მოვაგვარებინოთ კიდეც, იმიტომ რომ იქ უფრო ჭრის, როცა იყვირებ ტელევიზიაში იტყვი რაღაცას, მიიყვან, გაახმაურებ ამბავს, სკოლების პრობლემა იქნება ეს თუ გზების პრობლემა იქნება თუ ხიდების პრობლემა, სადაც ბავშვები დადიან, აგერ ვიყავით დვირი რომ არის სოფელი ბორჯომთან და მთელი რიგი სოფლები დვირის ხიდით გადადიან ამ მტკვარზე და როგორი ხიდია და თუ იცით როგორი ხმა აქ ამ მანქანას რომ გადადით გონია რომ ჩაინგრევა და ბაღის და სკოლის ბავშვები გადადიან და გადმოდიან ამ ხიდზე და რა გული უნდა უძლებდეს ან მშობელს და ან ვისაც ეხება ეს საკითხი რა გული უძლებთ რომ ამნაირ ხიდზე უნდა იარონ მთელი წლების განმავლობაში ეს ის არ არის ტროსებზე როა ტროსიანი ხიდი როა რა ისა ფიქრი იმაზე ამბო არა მთლად ტროსიანი საფეხმავლოს კი არ ვამბობ მანქანების დიდი ხიდია ოღონდ ერთმანეთზე გადაუბმელი რკინის ფირფიტები დევს და ეს ფირფიტები მოძრაობს ქანაობს უზარმაზარ ხმას გამოსცემს გული გაგისხდება უბრალოდ და საფეხმავლო ნაწილი აი ეგრეთ წოდებული ტროტუარივით რო აქვს ხიდს ის არ არსებობს საერთოდ და ბავშვებიც და მანქანებიც ამ ხმაურიან ხიდზე მიდიმოდიან და მართლა წარმოუდგენელია რამდენი ასეთი პრობლემა წყლის პრობლემა მთელი ბიუჯეტები ლობით იხარჯება წყლის პრობლემის მოგვარებაში საქართველოში ყველა მუნიციპალიტეტში რაჭიდან დაწყებული და კახეთით დამთავრებული და წყლის პრობლემა არ გვარდება მოდის ატალახებული ჭუჭყიანი წყალი ან საერთოდ არ მოდის რა დავაშავეთ ამ ქვეყანაში საქართველოში წყალუხ ქვეყანაში რომ ამის მოგვარება ვერ ხდებოდეს რომ აბსოლუტურად უწყლო ქვეყნები აგვარებენ ხომ ამ პრობლემებს და რანაირად ჩვენ გვეგონა რომ ჩვენ წყალს გავიტანდით და გავყიდით საქართველოს დამოუკიდებლობის წინა პერიოდებში და ამ ჩვენით გავხდა თუმცა რაც გავყიდით ჩვენთ აღარ აქვს უფლება და შესაძლებლობა რომ დავლიოთ მაგრამ მილიონობით თანხა, ასეულ მილიონობით თანხა იხარჯება ყველა მუნიციპალიტეტის მიერ, მაგრამ პრობლემა არ გვარდება და წლობით გრძელდება ეს ამბავი. ხაშურზე აღარაფერს ვიტყვი, დათო. აი ხაშური გადაიქცა, შეიძლება ითქვას, რანაირ პრობლემად. აი გადათხრილი ხაშური, მიდიხარ აღმოსავლეთიდან დასავლეთით და დაინახა ვერა უქცევ ამას გვერდს და კარგი, ჩვენ გავივლით, გამოვივლით, მაგრამ ეს ხაშურელები ხო გაგიჟდნენ ამ ვითარებაში, ტალახში, უბედურებაში, ამოთხრილ ორმოებში ადამიანები ცვივიან, ჯანმრთელობის პრობლემებია, გარდაცვალებების შემთხვევებია. იგივე შემიძლიათ აგერ 3 დღის წინ ვიყავი რაჭაში. რა ვიცი მე, ეს საჩხერე ბიძინა ივანიშვილის სამშობლოა, ემას რა ქვიან, სახურავებს უცვლიდა და ბოსლებს არანებებდა ადამიანებს და რა გახდა? რაჭა არ არის მაგათ სამშობლო. ბიძინა ივანიშვილის. არა. ის იბერეთშია გასო რაჭას სხვა არის. არა, რაჭის გზაზე რომ მიდიხარ თქო, მაგასო. გზაზე შევა პროდუსერმა ზებიდან მასალა რაჭის დასახელებები. ხო და ისეთი ის არის 1-5-6 ადგილას, ისეთი გაუვალი და ესეც წლებით გრძელდება. რა გახდა ხალხი ასეულათასობით კილომეტრის მაგისტრალებს აშენებს თვეების განმავლობაში და ამდენი წლის განმავლობაში. რა გახდა ეს რომ ეს არ მოგვარდეს და რატო ვამბობ ეხა დათო ამ ყველაფერს რომ ამ ჩვენ ხალხს რეგიონებში ჩვენ თუ მარტო პროტესტში აქტიურად მყოფი ხალხი კი არა ის ხალხი თუ არ მოვიმხარით რომელი ხალხიც რაღაცნაირად ამ თავის პრობლემებში არის ჩაფლული, გულგაწვრილებული, ხელჩაქნეული, ვინც შეძლო წავიდა საერთოდ საზღვარგარეთ, ბევრი ფიქრობს წასვლას, მაგრამ ვინც ვერ წავიდა და დარჩა აქ, ისინი არიან აი ამ უბედურებაში ჩაძირულები და ამ ხალხს უნდა დავანახოთ იმედი ჩვენ და ეს ხალხია ის ბაზა, რომელიც მერე ერთობლიობაში ამ პროტესტის შემქმნელ საზოგადოებასთან ერთად მოიტანს გამარჯვებას ქვეყნისთვის, რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის კი არა და ეს პოლიტიკური ძალა უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან. დათო ჩვენ რამდენს ვლაპარაკობთ კორუფციაზე გახსოვთ ხო და გვეუბნებოდა რომ ტყუილებს იგონებ, ასეა, ისეა და ეხლა ვხედავთ რომ თავდაცვის მინისტრი დაჭერილები არიან. მოპარვისთვის დააპატიმრეს
შინაგან უშიშროების მინისტრი დააპატიმრეს კოლ-ცენტრების მფარველობისთვის და ასე შემდგომ ინფრასტრუქტურის მინისტრი დააპატიმრეს იმისთვის რომ მთელი ეს აი გზებზე ვლაპარაკობთ და ინფრასტრუქტურაზე რომ უამრავი ფული შეიჭამა და რას ხედავთ საოცრება არის იმ თვალსაზრისით რომ გამოცხადდა ტენდერი სკოლებზე იქნება გზებზე იქნება ჩაიშალა ტენდერი გამოცხადდა ტენდერი ჩაიშალა ტენდერი რით ვერ ჩამოყალიბდნენ რომ ვის უნდა გაუნაწილონ ეს ამხელა თანხა რით ვერ ჩამოყალიბდნენ ეს ხო კორუფციული სქემების ახალი სქემების აწყობის გამო ხდება ასე შეფერხება და არა იმის გამო რომ უკეთეს კომპანიას ეძებენ ან უკეთესად შემსრულებელს საქმისას და ასე კორუფციაში ჩაძირული ქვეყანა ასეთ ვითარებაში არსებული ქვეყანა ოიმე ჩვენი ფისო მოვიდა ისე ძალიან კარგი ფისო ყავს არა მოვთველია აშკარად ჩვენ აქ იმდენი კატები ყავს მეშინი არ შემომეხვარდნენ ლაბაზი ფერის კი არის ფიქრია მოდი ესე ვთქვათ რა მე ციფრი გითხარი 15% უჭერს ხარს თბილისში წასულია ამათ საქმე აი უბრალოდ გულწრფელად გეუბნები სულ ფიქრობ იცი 26 მაისს რაღაცა უნდა გაინცრეს ან შეერყეს ან რაღაც არ ვიცი აი შენ გაქვს თუ არა მოლოდინი საერთოდ ყოველთვის უცბად სრულდება ესეთი ალყია ხელისუფლებების ესე ვთქვათ მომავალი და თუ გაქვს აი წარმოსახვით მაინც გაცნობიერებული რომ ეს უნდა დამთავრდეს მე მგონი მართა ყველა ამ ფაზაში ვარ დღესა რომ დამთავრებას ველოდებით მაგ იმედით ცხოვრობთ და ცოცხლობთ რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ბევრად უკეთეს მდგომარეობაში რომ საქართველო სვლა ევროპისკენ არ უნდა შეჩერდეს მე დღეს ერთ ეთერში რომ რა სიმბოლურია რომ სამწუხარო სიმბოლოა რომ დღეს გამოგვიცხადეს ჩვენ ბავშვობაში ყველას გვახსოვდა ხომ ზაარბრიუკენი დაძმობილებული ქალაქი რომ იყო და როგორი კულტურული ურთიერთობა იყო და ჩვენ ბავშვობიდან ვიცოდით ხო ეს ქალაქი და ამ ქალაქიდან დიდი ის იყო თეატრალური ის აღმოჩნდა რომ ამ ქალაქმა გაწყვიტა მეგობრობა შეუძლებელია იმდენი ლანძღვაგინების შემდგომ რასაც საქართველოს ქართული ოცნების ხელისუფლება უგზავნის გერმანიის ხელისუფლება შეუძლებელია ხო სხვანაირად ამავე დროს იმედიანად და სანუგეშოდ გამოჩნდა გაიგებდით თქვენც მამუკა ხაზარაძის მიერ ბრიუსელის ცენტრში კულტურული ცენტრის დაარსებით პირველი ნაბიჯები და სადაც პოლიტიკა ქართული ოცნების პოლიტიკა კლავს ინიციატივას იქ გაჩნდა სხვა ინიციატივა და შეიძლება ითქვას სხვა გზით დაფიქსირდა ჩვენი ევროპასთან თანამყოფობა და ეს ადგილი იქნება ბრიუსელში სხვათა შორის ისტორიული ადგილი და დიმიტრი ყიფიანი შთამომავალი ბარბარე ყიფიანი მოღვაწეობდა ამ შენობაში საქართველოსთვის და მერე გაჩერდა თქვია ეს ყველაფერი რიგ მიზეზთა გამო და აი ამდენი 10 წლეულის მერე ეს საქმე გაგრძელდება და ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ამბავია რომ კულტურული დიალოგი, კულტურული საუბარი ჩვენი ყოფნა იქ ისევე როგორც ეს ხდებოდა საქართველოს ისტორიაში, ხო? დიპლომატიურ მისიას და კულტურული და რელიგიური ცენტრები ასრულებდნენ, ხო? ისტორიულად ჩვენთვის და დღეს, როდესაც დიპლომატია პრაქტიკულად აღარ მუშაობს, საელჩოები გვაქვს, მაგრამ ფიქრი რატომ ეს მაყურებელს დიდი ბოდიში ხავარი უნდა შევახსენოთ მაყურებლებს ამათმა ფეხვეშ გათელეს ადამიანის უფლებათა დეკლარაციის ძირითადი მუხლები და ჩამოიშლება არა მარტო ეს ისა რა ქვია გერმანული ქალაქი ფაქტიურად ყველა ბლოკადას უწყობს ამათ დამიჯერე აი ნიაღვარი წამოვა სანქციებისა ესენი ვერ ხვდებიან ამას ვინ შეარჩეს ამათა ინვესტიციები დაანულებულია ფიქრი არაფერი აღარ შემოვა აქა მე ვფიქრობ რომ ამათ ჭკუა კონდეთ პირიქით იცი აი პირდაპირ დიალოგზე გავავიდოდი მაგათ ადგილას ოპოზიციასთან და ესე თქვა ავკიდევდი ამათ თავიანთ გაფუჭებულ ტვირს მათაც არაკეთებენ არაფერს და ნუ ბოლომდე მიდიან და დაიღუპებიან წინ მოხდა სხვათა შორის ხო ლამის ეს ამბავი როცა
რუსეთთან დაკავშირებით, რუსეთის ქმედებასთან დაკავშირებით, როდესაც სამხრეთ ოსეთთან ცხინვალის რეგიონთან მათ მოინდომეს და პრაქტიკულად კანონ პროექტი შეიტანა დუმაში პუტინმა, ხო? რომ არ მომეწონა. ხელშეკრულება გაფორმდეს. ამაზე კარგახანს ველოდებოდით, აბა რა სიძამდნენ. ხმას ამოიღებდნენ თუ არ ამოიღებდნენ. ბოლო როგორც იქნა რაღაცა ამოთქვა საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებულმა ადამიანმა და იქაც წოდებულია თორე იმ ტექსტშიც ევროპის ლანძღვა დაიწყო. ანუ რუსეთს ისადმი პრეტენზია უნდა გამოეთქვას ევროპის ლანძღვა. ნუ ეხა რა ვიცი მე ვინ უნდა იყოს, როგორი ტვინდახშული უნდა იყოს ადამიანი, რომ ამას ვერ მიხვდე, ეს ვერ დააფიქსირო, ეს ვერ გააცნობიერო, რომ ეს ადამიანები მე არ ვიცი ესეთი ტვინმოღრეცილები როგორ არიან. შეიძლება შედარებები გაფიქრია. ხვალდა ზეგ, მაგრამ ფაქტია რომ ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე, ხო? ირანში ომი იყო დაწყებული, ესეც მახსოვს და ტრამპის უფრო ეშინიათ და რაღაც იმედი აქვს და ტრამპს კი არ გაუწყრნენ, ასე ვთქვათ, ბჭყალებში ვამბობ ამ სიტყვას. ისევ ევროპას დაუწყეს ლანძღვა. საოცარ ფენომენთან გვაქვს საქმე და რა კი ცხინვალის რეგიონი ვახსენე დათო, დღეს გავრცელდა ინფორმაცია დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა დღეს საწყალი გადასარევი ქალი იყო გაცოდა. გარდაიცვალა აცხონოს ღმერთმა ისიც და მისი მეუღლის არაჩვეულებრივი რაღაცა სიმბოლოდ ქცეული იყვნენ და მათი სულის ხსენებით უნდა ითქვას ალბათ ყოველთვის ის, რომ მათ თავიანთი ცხოვრებით ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რაც შეეძლო. საქართველოს სიმბოლურია, ფიქრი, ყველაზე ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანების მიერ გაღებული სხერპლიც და ზოგადად ყველა ის და ყველაზე საინტერესო აქ ის არის, რომ ეს ვალია ოსი ხალი იყო. და რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, ქმარსა და ცოლს და აი მართა იმუში იყო იმისა, რაც უნდა ვიყოთ. მე წინა ბლოკში ამაზე ვსაუბრობდი. მინდა რომ მაყურებლებს გააცნობენ, რომ კაცო 5000 ოსი ჯარისკაცი იდგა დავით აღმაშენებლის გვერდით დიდგორში და შეაკვდნენ სელჯუკებსა და დაიღუპა 5000 ოსი. ჩვენი სიფცია ესა. სხვაჩვენით ძალიან საინტერესო კვლევები არის. ალანები რაც არიან ჩრდილოეთ კავკასიაში 70% გენეტიკა აქვთ ქართული. ჩვენი სისხლი და ხორცი ახლა ნუ მე რო უკვირდები თბილისშიც იმდენი არიან სხვადასხვა ქუჩებში ხო ესენი 60 ბოდიში 40-იან წლებში ძალიან ბევრი ჩამოასახლეს ქალაქში და საწარმოებს სჭირდებოდათ მუშახელი და ჩვენი ნაწილია თბილისში ძალიან ბევრს ვიცნობ მე ის აი მართა ქართველობენ ეს იდეა არ არის იცი ხელოვნური ჩვენ ვართ აი ყოველ შემთხვევაში თბილისში მე მახსოვს 1795 წელს 2000 ქართველიღაც ცხოვრობდა ამ აღამახლავ ხანის შემდგომ დაცლილი იყო ქალაქი 1,300,000 ვართ რაჭაში ჩემი სოფელი სხვათა შორის საზღვარზეა ჯავის რაიონის საზღვარზე და ნუ ბაბუაჩემები და საერთოდ ჩვენი სოფლის ხალხი რაჭველები ძირითადად მეგობრობდნენ ძალიან მეგობრობდნენ და მეზგეთყვი საფიქრია ძალიან ბევრს ოსი ქალები მოყავდათ ცოლად ლამაზები იყვნენ ამიტომ იგივეა ხაზბეგშიც ადამიანებით რა თქმა უნდა ეს არის ძალიან ხელოვნურად გაჩენილი კონფლიქტი აბსოლუტურად ეს ხო ხრუშოვის იდეა იყო რომ ისაო მიუსიოთო ოსები და აფხაზებიო და მაგის ნაშთები იყო და დამთავრდა ესა და მე მართა სოლიდარული ვარ აი ამ იმაზე რა ქვია მეწოდება ეს ქალბატონი ამ ხურვალეთში და გარდაცვლილი ქალი ის ქმარი ყავდა რაღაც საოცრად თბილი ადამიანი ასანანი არის მე თვითონ შემწოდრი ვარ მისაუბრია და ძალიან თბილი და კეთილი მოგონებები არ გახსოვთ დიპლომატები მიყავდა და აცნობდნენ ამ ოჯახს ფიქრია დიდი მადლობა